გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ქუდის ქსოვას და ზუსტად იქიდან ვაგრძელებთ, სადაც გავჩერდით წინა ვიდეოში. დასაწყისი ვისაც დაგაინტერესებთ, ნახეთ ამ ქუდის, ამ ფერის, რაც არის მოქსოვილი, პირველი ვიდეო, ეს არის გაგრძელება, მეორე ნაწილი, რაც ქვია და როგორც ქვია. და ზუსტად იქიდან გავაგრძელოთ, სადაც გავჩერდით. ახლა რა მინდა გითხრათ. პირველ რიგში, რატომ დავტოვეთ ეს მხოლოდ ერთ მხარეს? ეს. შუაზე რო გავყოთ ახლა და ნახევარი აქეთ დავტოვოთ, ნახევარი აქეთ, ამას ჯობია, აი ერთ მხარეს დავამაგროთ ეს, აი ასე, ახლა გადავაბამთ და ირგვლივ მოვგზოთ ჩვენ უკვე საყელოს სახე, ქუდი მოქსოვილია. აი სად ვართ? ჩვენ აი ასეთი მოვგზოვეთ, ვნახეთ ეს წინა ვიდეოში რაც გავაკეთეთ და არა ასეთი, გვაქვს ეს. ახლა პირველი ნაბიჯი რაც იყო მოვგზოვეთ ეს, ანუ აი ეს, ორმაგი, მეორე ნაბიჯი მოვგზოვეთ ეს, შევკერეთ თუ ჩავგზოვეთ რაც ქვია და ახლა ვართ აი აქ. მესაც მაქვს, აი ახლა ვართ აი აქ. ამას დავაწეროთ მესამე, ვაგრძელებთ. და რა მინდა გითხრათ, ხო, თავიდან. ახლა უმეტესობა და შეიძლება ბევრი ქსოვს ქვევიდან. მე ხო დავიწყე აქედან, ხო, აი აქედან დავიწყე, მე მოგსოვა ასე და ახლა ვაგრძელებ, უკვე ვართ აი ნიკაპის ქვეშ ყელი ჩამოვგზავთ და შემდეგ როგორც გვინდა ისე დავხურავთ ამ ქუდს, უფრო გრძელი გვინდა, განიერი გვინდა თუ როგორც გვინდა. ბევრი ქსოვს ქვევიდან, ჯერ ყელს მოგსოვს, შემდეგ ასე მოგსოვს, შემდეგ ამას შემოაქსოვს. მე მაგალითად პირადად აქედან ვქსოვ და ასე ვქსოვ, როგორც ვაკეთებ და მოვდივარ ახლა, რადგან ეს უფრო ადვილია, ორმაგი რეზინა აქ ასე მოაქსოვო, როგორც მოვაქსოვეთ წინა ვიდეოში. აიღებ ზომას, მე არანაირ ზომას არ ვიღებ, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალურია და ვინ რა ზომას მოქსოვს თვითონ უნდა განსაზღვროს. ჩემი მოქსოვილი ზომით ვერავინ ვერ დაიხურავს, რა თქმა უნდა, ამიტომ გადაზომავთ აი სანტიმეტრი, ხო? აქედან აქამდე მოქსოვთ აი ამას, ეს პირველი ნაბიჯი, რაც გავაკეთეთ. შემდეგ ამას ხო ვაგრძელებთ ჩვენ თავი, ხო? უნდა გამოვიდეთ აქამდე, აი აქამდე. გადაზომავთ, რამდენი გჭირდებათ და იმდენ სანტიმეტრს მოგზავთ. შემდეგ ეს ჩავაქსოვეთ და დავხურეთ. ეს უკვე იმხელა იქნება, თქვენ რამხელაც გჭირდებათ, რადგან ეს რომ მოგზოვე შენ ზომა აიღე და ისე მოგზოვე, აი ეს. რა ზომაც გჭირდებოდა? გჭირდებოდა 60 სანტიმეტრი, 40 სანტიმეტრი, 20 სანტიმეტრი, არ ვიცი, ზომა აიღე და მოგზოვე შენ. და ეს თავისთავად უკვე ასე გამოვა. ჩამოვგზოვთ და დავხურავთ. ახლა ვართ, აი ყელი უნდა მოვაგზავნოთ. და მე გეუბნები, თავიდანვე მე დავტოვე აქ რამდენიმე თვალი, რადგან წინ ნიკაპთან, აი შემდეგ ასე გააგრძელო და ეს აქ მზა გქონდეს, აი ასე. და ერთ ნაპირში, ერთ მხარეზე დატოვე, რომ შემდეგ აი აქ მეორე ნაპირზე დაამაგრებ ამას ამოკერავ ლამაზად და გააგრძელებ ქსოვას, გადააბამთულებს და ყელის ქსოვას გააგრძელებ. ახლა ჩვენ მესამე, რაც გვჭირდება, უნდა აირჩიო ეს როგორი გინდა ახლა. თუ ბავშვის თვიქსოვ, ალბათ რეზინა უკეთესი იქნება, მოადგება ყელზე ლამაზად და თბილად ექნება. შეიძლება განიერიც გინდოდეს, ხო, შეიძლება რომ არ უნდა დაუშვათ. თუ დიდისთვის გსოვთ, მით უმეტეს. აი აქ არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, ნახე. ან ასე გსოვ, აი ასე.
ან ასექსო, ან ასექსო. გამიგე ხო, როგორ რას გულისხმობ და რას ვამბობ. ან ყელზე კარგად მომდგარი უნდა იყოს, ან გაშვებული უნდა იყოს აქედანვე. ეს შენ უნდა გადაწყვიტო, როგორი გინდა რომ მოგხსოვო. მე უბრალოდ გეუბნები ახლა, როგორ გავაგრძელოთ ჩვენ და როგორ მოვხსოვოთ, ხო? და კიდევ რა? ზოგი ვინც ქვევიდან ქსოვს მაგალითად რას აკეთებს, აქ შემდეგ თვლებს ამატებს, რომ ასეთი თუ უნდა რომ ასეთი გამოვიდეს. აი ასე ვიცით ეს ჩვენ ბევრკან გაგვიკეთებია, ასეთი ჩამატებით ამატებენ. ასეც თუნდაც ზევიდან ქსოვდე, შეგიძლია შემდეგ ასე ჩაამატო ეს თვლები და გამოხვიდე აქამდე, მაგრამ მე გეუბნები, რომ ეს თავიდანვე როგორც დავტოვე, ისე დატოვე, რომ შენ აი ეს ორმაგი რეზინა მთლიანად ასე შემოაქვსოვოთ, ბოლოს აი ასეთი გამოგივიდეს. გავაგრძელოთ ერთი სიტყვით. ეს ბოლო თვალი მე თუ გახსოვს დავტოვე აქ, არა მოვიყვანებ, გითხარი, რომ ეს უნდა გადავაბად აქ, ხო? და ახლა უნდა ისე გადავაბად, რომ არ გამოჩნდეს მოუხერხებლად და ცუდი შესახედი არ იყოს. ყველაფერი ლამაზად უნდა გათვალო და გააკეთო. ახლა ამას აქ ჩაკერავ ძალიან ლამაზად, აი ასე. გამოგივა რაც გამოვა ერთი სიტყვით. ახლა ვაგრძელებ მე აქ ქსოვას და ნახე. რეზინას არ ვაყენებ, შენ თუ გინდა შემდეგ რეზინას მოგხსოვ. ეს ძაფი აქ გამომექცა. ახლა ქვევიდან შუ და შუ ამოვიყვან რამდენიმე თვალს. და რატო? მე მაგალითად არ მინდა ასე ყელზე მომდგარი, მინდა ცოტა გაშვებული იყოს და ნორმალური, არ მჭირდება არც ყოველ თვალის შემდეგ დამატება, მაგრამ რამდენიმე თვალს ვომატებ. ალბათ მთლიანობაში 6, 7, 8 თვალი, 10 თვალი მაქსიმუმი. შენ შემდეგ გადაწყვიტე, ძალიან განიერი გინდა, ყოველ თვალის შემდეგ აი ასე ამოიყვანე თითო თვალი. თუ ასეთი გინდა ახლა როგორსაც ვხსოვ, 5-6 თვალი გამოტოვე და ისე ამოიყვანე თითო თვალი. თუ ძალიან გაშვებული გინდა და ყოველ თვალის შემდეგ ამოიყვანე ერთი სიტყვით, იცი ახლა რას ვხსოვ და როგორ გააგრძელო და გააკეთო და რამდენად განიერი გჭირდება, იმდენად მოუმატე აი ასე თვლები როგორც ვაკეთებ. თუ რეზინა გჭირდება, გინდა რომ მოაქვსოვო აქ, უფრო მეტი დაგჭირდება, რადგან რეზინა ხო იცი რომ უფრო როგორ ვთქვა, ავიწროვებს ნაქვსოვს, ხო? ამიტომ უფრო მეტი დაგჭირდება. რომ შემდეგ ლამაზად დადგეს და არ წაუჭიროს ყელში. გათვლი, ყოველი 4 თვალის შემდეგ უმატებ, ყოველი 6 თვალის შემდეგ უმატებ, ყოველი რამდენი თვალის შემდეგ გინდა, რამდენი თვალი გინდა დაამატო, რამდენად განიერი გინდა რომ იყოს. აი ნიკაპიდან ქვევით რო ვიწყებთ ქსოვას. და აი ასე აქედან ამოიყვან ამ თვლებს. ახლა მე პირდაპირ ვხსოვ, არ ვხსოვ რეზინას. შემდეგ ინდივიდუალურია, ვინ როგორ მოგხსოვს. ყელს, ქუდის ყელს, ვინ როგორს მოგხსოვს.
აი შეხედე ახლა ამას. აი აქ ჩაკერავ და წინ უკვე აი ეს ასე შემოვატრიალოთ. აი გამოგივა ნიკაპთან აი ასეთი და აი ასეთი და არ იქნება ასეთი პირდაპირ ასე რო წაგიჭიროს. რას ვაკეთებთ? ქუდის ზედა მხარეს ჩამოვცდით და ვგსოვთ ახლა უკაცრავად. ვგსოვთ ახლა ყელს, ხო? ნახე ხო, რომ მე 6 თვალის შემდეგ ვუმატე თითო თვალი. ყოველი 6 თვალის შემდეგ ვუმატე თითო თვალი, რადგან არ ვგსოვდი რეზინას, არ მინდოდა ძალიან განიერი და დააკვირდი ზუსტად ამის სიმაღლეზე, სიფართეზე უბრალოდ მოდის პირდაპირ ეს. ამიტომ ყოველი 6 თვალის, 5 თვალის შემდეგ მატება საკმარისი იყო. თუ შენ გინდა რომ აქ რეზინა მოაქსოვო, უმატე მეტი. უფრო 7 თვალის შემდეგ კი არა, 5 თვალის შემდეგ უმატე, რადგან ამას რეზინას შიგნით მიაქვს ნაქსოვი და რო ძალიან არ მოადგეს, ვისაც უქსოვ ყელზე ეს არ მოუჭიროს იმ რეზინამ და უფრო თავისუფლად და რბილად იყოს, ასე რომ ვთქვათ. ახლა ნახე, ამას აქედან მოქსოვ იმ სიმაღლეს, აი ახლა ნახე, მოდი. აი აქედან ვნახოთ, ეს ხო არის ასე ყელი, ხო? აი აქ, ეს მოქსოვე აქამდე, ეს არის ნიკაპთან ვართ, აი აქ, აქედან აქ, ეს კისერში. ახლა მოდი ეს ასე გავაკეთოთ, ასე და შენ აი მესამე ეს მოქსოვე, ხო? აჰა, ეს აქ დავკეტოთ, ეს არის მეორე, რაც შევკერეთ კიდეც, მოვგსოვეთ კიდეც ერთი სიტყვით. ახლა განვიხილავთ, ეს არის აი რაც ნიკაპიდან ჩვენ ჩამოვგსოვეთ. ეს იმხელა უნდა მოგსოვო, რომ არც ძალიან დაიკეცოს თუ არ გინდა. თუ გინდა, კი ბატონო, ახლა ბევრი მოგსოვო და ასე იყოს მეტი თუ არ აგრძელებ, რატომაც არა, რამდენიც გინდა და როგორ სტილს გსოვ, ამაზეა დამოკიდებული რას გადაწყვიტა. თუ შენ ამას ასე პირდაპირ გრძელს მოგსოვ, ეს ასე ყელში ასე შეიჭმუჭინება, ხო, ბევრი რო იქნება, ბასაწავა ახლა. აქ უკვე ნახე, აქ უკვე მხრებია და ეს აღარ გაუშვებს ამ სიგანისას, ამ ფართს. მეტს მხრები გარეთ არ გაუშვებს, ხო? რამ ხელასაც სიგრძით მოგსოვ შენ, თუ გინდა ზუსტად აქამდე იყოს და ასე იყოს, უნდა ზუსტად ზომა მოგსოვო. თუ გინდა რომ ასე იყოს შეჭმუჭნული და ისევე ეს ზომა, მაშინ მოგსოვე ცოტა მეტი, მაგრამ გარეთ აღარ წავა აქეთ. და თუ შენ გინდა რომ ეს მხრებზეც გადმოვიდეს, ხო? ეს უკვე აი აქედან რამ სიგრძე გინდა ნიკაპიდან მოგსოვო აქამდე, ამის შემდეგ კიდე უნდა უმატო. აი ამის შემდეგ კიდე უნდა უმატო. ნახე, ახლა ეს ვთქვათ არის უკვე მეოთხე ნაბიჯი, ასე ვთქვათ. ეს ხო იყო აქამდე. აქამდე არის მესამე. ამის შემდეგ მეოთხე ნაბიჯი, თუ შენ გინდა რომ ეს მხრებზე გადაუშვა, მიხვდი ხო რას ვამბობ? მაგრამ აქაც უნდა უმატო, მაგრამ თუ შენ ყოველ თვალზე უმატებ, ეს ბევრად ფართე გჭირდება უკვე, ხო? ყოველ თვალზე რო უმატო, გამოგივა აი კლოშს რო ეძახიან, მიხვდი ალბათ, ხო, ძალიან ესე აიკეცება და ძალიან დიდი გამოგივა ერთი სიტყვით. ამიტომ ყოველ 3 თვალზე რა მინდა გითხრა, 1 თვალი, 2 თვალი, 3 თვალი მერე უმატე, 1 თვალი, 2 თვალი, 3 თვალი მერე უმატე. ასე რო უმატო,
მხრებზე ეს ზუსტად უნდა მოადგეს კარგად, რამდენად გინდა შენ ეს, რომ ახლა ყოველი მესამე თვალი საკმაოდ ბევრი თვლებია და ვფიქრობ, რომ კარგი უნდა იყოს. ნუ როცა უმატებ და მოაქვსო, უკვე მიხვდები, რომ რამდენად ზუსტად ისეთია, როგორიც გინდოდა შენ. თუ გინდა, რომ გააგრძელო ეს და ფართო იყოს და მხრებზე გადმოვიდეს, უკვე აქ თუ უმატებ, მერე ხო უნდა მოგსოვო კიდე, ხო, ეს აჰა მხრებია ახლა მოდის და სადღაც აქამდე ხო უნდა ჩამოგსოვო, თუ მხრებზე გადასული გინდა, ხო? იქვე ხო ვერ გაჩერდები, მაშინ ესე იგი უფრო გრძელი სტილის გინდა იყოს და მხრებზე მოხვეული, ეს ქუდი აქედან წამოსული ერთი სიტყვით. ეს უკვე მეოთხე ნაბიჯი და ჩამოხვალ რა მხელაზე გინდა, უკვე იმ ხელაზე მოგსოვ, იქ აღარ უმატებ და შემდეგ უკვე თვლებს დახურავ რამ სიგრძეზეც გინდა რომ მოგსოვო. და თუ აქ გაჩერდები, ამას მოგსოვ იმ სიგრძეს რამ ხელაც გინდა, არც უმატებ, არც გაადიდებ, იმიტომ რომ აქ ჩერდები, აი აქ უკვე. და დახურავ თვლებს. და როგორ დახურავ თვლებს, ახლა გეტყვი და თუ შენ უმატებ აქ და გააგრძელებ მხრებზე გადახვალ, ხო? მაშინაც იგივენაირად დახურავ თვლებს. მოვგსოვი ახლა მე სასურველი სიგრძე, ეს კიდე ცოტა მეტი უნდა ამას შესახედად ახლა ეს ყელზე მოკლია ჯერ კიდე და უფრო გრძელი უნდა მოგსოვო, მაგრამ მე ვაკეთებ ახლა სახეს მონახას ამას და გეუბნები, მოვგსოვე სასურველი სიგრძე და უნდა დავხურო თვლები. აი ასე დახურავ თვლებს, რადგან პირდაპირ თუ აი ასე მოგსოვ და პირდაპირ თვლებს დახურავ, გამოგივა ეს ძალიან ვიწრო და აქ ძალიან წაუჭერს, შეწევს ამას, მოჭიმავს ძალიან და არ გამოგივა, შეიძლება ვერც დაიხუროს ადრესატმა, ვისთვისაც მოგსოვ, ხო, ბავშვი იქნება თუ დიდი. ამიტომ უმატებ და ნამატს თვალთან ერთად გადმოიტან. უმატებ და ნამატს თვალთან ერთად გადმოიტან. აი ასე. აი ასეთანაირად უნდა დახურო ეს თვლები. ახლა მე აქ რეზინა უკვე თუ პირდაპირ მოვგსოვე, ხო? აქ უკვე რეზინა აღარ მელამაზება. მე არ მოვაგსოვ, არ მინდა, ვამბობ. შენის გადასაწყვეტია, შეიძლება შენ აქედანვე რეზინას გსოვდე. რეზინა რა არის? წაღმა და უკუღმა თვლები, ხო? მთლიანად თუ ჩამოგსოვ წაღმა უკუღმა თვლებს, არ გინდა ვამბობ კიდე აქ უმატო და აქ ხარ, ასე ჩვეულებრივად დახურავ. შეგიძლია შენი გადასაწყვეტია რა სტილს გსოვ და როგორ გინდა კიდე ვიმეორებ, მოაქვსოვო აქ კიდე რეზინა და იმის შემდეგ ისევ ასე დახურავ. წაღმა თვალს წაღმა ამოიყვან, უკუღმა თვალს უკუღმა ამოიყვან და ასე დახურავ. ეს თვალი დაგვრჩა, ხო? ახლა ვუმატებ, შემდეგ კიდე ერთ თვალს მოვგსოვ და ნამატს წინა თვალთან ერთად გადმოვიყვან. ნამატს წინა თვალთან ერთად გადმოვიყვან. ვუმატებ, შემდეგ მოვგსოვ შემდეგ თვალს და ნამატს წინა თვალთან ერთად გადმოვიყვან. და აი ასეთი გამომივა მე ეს თვლების დახურვა ბოლოს და არ წაუჭერს. აი აქ, აი ასეთი იქნება ამ სტილის.
ერთი სიტყვით ახლა იცი უკვე თვლები როგორ დახურო, მე ამას გადავშლი ისევ უკან, რადგან მე აქ ამ წუთში არაფერს არ ვგსო, მე ნიმუში გაჩვენე, როგორ გააკეთო და შემდეგ თვლები როგორ დახურო, რომ არ მოგიჭიმოს ის ბოლო თვლების შემდეგ. და კიდევ ვიმეორებ, შეგიძლია მოაქსოვო აქ რამდენიმე რიგი წაღმა და უკუღმა და ისე დახურო თვლები. ყოველ შემთხვევაში როგორ დაიწყო, როგორ მოგსოვო, აქამდე როგორ მოხვიდე, მონახაზი რაც გაინტერესებდა ის გავაკეთე. აი ასეთი ქუდი გამოგივა, ზევიდან მოქსოვილი. აი აქედან დავიწყებთ და ასე მოგსოვთ. კიდევ ვიმეორებ, ქსოვენ ქვევიდან და როგორ ქსოვენ, ნახე ქვევიდან. ჯერ ამას ქსოვენ, გინდა 100 ამოქსოვ, გინდა 100 მოქსოვ. აიღებ რამ სიგრძე გჭირდება ეს და მოქსოვ აქედან. შემდეგ აქედან აიღებ თვლებს და გააგრძელებ უკვე ქუდის ზევით ქსოვას. და აი აქ გადაკერავ, შემდეგ გადაგვსო უბრალოდ როგორც ჩვენეს ჩამოვხსოვეთ წინა ვიდეოში იწიეს. როგორ გავაკეთეთ, მაშინ აი აქ უნდა გადაგხსოვო ეს და ბოლოს უნდა მოაგვსოვო ეს. ამიტომ ეს ბევრად ფიქრობ არ ვიცი, ბევრად ადვილია, მე მაგალითად ასეთნაირად ვგსოვ, ვიწყებ აქედან, როგორ ვიწყებ ნახე წინა ვიდეოში, ვგსოვ შემდეგ და აქ გადავჩავკერავ უკან. სხვა სტილია კიდე სულ სხვანაირია, ქუსლის პრინციპით, როცა აკეთებენ აი ამას ზედა მხარეს თავი როგორ უნდა ქუდის თავი რა, როგორ უნდა დახურო აი აქ ქუსლის რო ვგსოვთ ისეთი პრინციპით, ის უკვე სულ სხვა სტილია. ეს იმ ფოტოში რაც იყო ბავშვის ქუდი ის არის და შემდეგ განვიხილავთ კიდე იქ სხვებიც იყო კიდე. ვისაც დაგაინტერესებთ კიდე გამოგადგებათ წინა ვიდეოც ნახეთ ამისი დასაწყისი, რადგან აქედან ეს გაგრძელებაა და აქედან ვერ გაიგებთ როგორ დავიწყეთ, რა გავაკეთეთ, ვისაც დაგაინტერესებთ. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.